კოალიციის საბჭოს გაფართოებულ სტომაზე ერთსულოვნება იყო ყველამ ერთად დაუჭირა მხარი გიორგი მanglelashilis კანდიდატურას პრეზიდენტების კანდიდატობაზე. შემდგომ შეხვედრა ჰქონდა უმრავლესობასთან კოალიციის წევრებთან და ისეთივე ეფექტი მივიღეთ იქაც არც ერთი წინააღმდეგი არ წასულა, ყველამ ერთმანეთს დაუჭირა მხარი გიორგი მanglelashilis კანდიდატურას. გიორგის თქვენ კარგად ისმოთ ყველანი, მე მაინც მოკლედ ჩემს დამოკიდებულებას გაჩვენებთ. ჩემი აზრით კაც აქვს ყველა თვისება ჭარბად იმისთვის, რომ ეს იყოს კარგი პრეზიდენტი. აი არც ერთი რომ კაცი იტყვი რომ აი ესეთია, მაგრამ აი კიდევ რაღაც რომ გქონდეს, აი იქნებოდა კარგი. აი ესეთი რაღაც კიდევ დამატებითი მე გიორგიში ძალიან ბევრს ვეძებ და ვერაფერი ვერ მიპოვნია. ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტი, ესეც ვიტყოდი. თუ რამე თვისებები შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, თუ რამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თანაც ამ პოსტზე. ორი დღის წინ ჩვენ გამოაცხადეთ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მanglelashilis, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული პიროვნებაა. მე აღარ ჩამოვთვლი მის დადებით თვისებებს, ისაც გამორჩა მის წარდგენის დროს კიდევ გავაკეთებ პატარა აქცენტს, რომ ეს კაცი არის გამორჩეული იმით, რომ არის მას აქვს სახელმწიფო აზროვნება, ეს არის კაცი, რომელიც არა საკუთარ პოსტზე და საკუთარ პირობების გამოჯებაზე ფიქრობს, არამედ კაცი, რომელსაც შეუძლია გლობალურად იფიქროს სახელმწიფოზე, იფიქროს მის პერსპექტივაზე. ასეთ პიროვნებები მე იშვიათად შევხვედრია ცხოვრებაში, შეიძლება სულ 2-3 გავიხსენო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მოახერხეთ და მოხერხდა ჩვენ საზოგადოებაში ასეთი წარმატებული პიროვნების აღმოჩენა და რაც თავარია მისი თანხმობა იმაზე, რომ მან პრეზიდენტის არჩევნებში შეყაროს კენჭი. პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხარი დაუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი. მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. რამდენიმე წლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად. ბოლოს ის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სურს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში, მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილეები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაკნობით. ქართულ საზოგადოებას მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ხარი დაუჭიროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია სათანადო განახორციელოს პრეზიდენტის უფლებამოსილეები, მას აქვს სათანადო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება. წლების მანძილზე ის როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს
ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის დინამოს, ვადიკავკაზის ალანიას, მანჩესტერ სიტის, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებაში. პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და 4 შვილის მამა. ყოველი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა. ეჯგვარიშია, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და კავშირში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა უსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მადლობა. დარბაისელი კაცი, ცოლ-შვილის პატრონი, ხელმძღვანელი ამხანაგი და ასეთი ამჩატება. რას გავს ეს? იახ რას გავს?